საღამოს ხმისნახევარი და ტელეკომპანია თანამგზავრის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ток-შოუ დიალოგი ნატო მეგუთნიშვილთან ერთად. რა ხდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ურთიერთბრალდებები, საპროტესტო აქციები და საკადრო ცვლილებები. ბრძოლა თანამდებობებისთვის ორ ხელისუფლებიანობა თუ დემოკრატია? დღეს ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები არიან სტუდენტური თვითმმართველობის და ახალი ტალღის წარმომადგენლები. სამწუხაროდ ჩვენს გადაცემაში საკუთარი სურვილით მონაწილეობას არ იღებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი და მისი ექს-მრჩეველი სოსო მიქელაძე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 23 28 95 ან 27 39 95. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმრებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი კორბეზაშვილი და ნოდა რეჟიშვილი, ახალი ტალღის დამფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა სტუდენტებს. სანამ უშუალოდ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე დავიწყებთ საუბარს, მინდა კითხოთ იმ თვითმმართველობების თუ გაერთიანების შესახებ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ფაქტობრივად უნივერსიტეტს აქვს ორი თვითმმართველობა, ეს ოფიციალური, ასე ვთქვათ, სტუდენტური თვითმმართველობა და ახალი ტალღა. რა ფუნქცია აქვს თვითმმართველობას, რა ფუნქცია ახალ ტალღას, როგორ გაქვთ გამიჯნული, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებები და ნიშნავს თუ არა თქვენი არსებობა იმას, რომ უნივერსიტეტში ფაქტობრივად არსებობს სტუდენტური ორხელისუფლებიანობა? ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის. პირადად ხონია ბევრი საუბარი, შევხვედრივართ მე და ნოდარი ერთმანეთს. თვითონ სტუდენტური თვითმმართველობის მოვალეობა, პირველი მოვალეობა, რაც ჩემი აზრით თვითმმართველობას გააჩნია, ეს არის თვითონ სტუდენტების გამოცოცხლება. ანუ ყველა ის სტუდენტი, ნებისმიერი სათითაო სტუდენტი ჩაერთოს იმ სტუდენტურ ცხოვრებაში, რაც გააჩნია სტუდენტს. ჩვენი ვალდებულება, პირდაპირ ვალდებულება არის, რომ სტუდენტი დავაკმაყოფილოთ იმ თავისი მიღებული თუნდაც ცოდნით და ის იმ ყოფნით უნივერსიტეტში, რისთვისაც არის მოსული და რისთვისაც ის იხდის ფულს. სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს ვალდებულება და ის მოვალეობა, რომ ჩართოს ნებისმიერი მათგანი, ეს იქნება სპორტული შეჯიბრებები, იქნება თუ რა იქნება ნებისმიერი ღონისძიებები. ნოდარის ახალი შექმნილ ტალღას, ახალი ტალღას ვიყავი მე პირადად თქვენ პრეზენტაციაზე. ძალიან დიდი ვალდებულებები აიღეს თავის თავზე, ძალიან დიდი ვალდებულებები დაიკისრეს. მე პირადად გქონდა ჩვენ საუბარი, კიდევაც ვიტყვი, რომ რაც კი რამ კარგი გაკეთდება უნივერსიტეტში, ყოველთვის გიდგებართ გვერდში. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არის ორხელისუფლებიანობა. რატომ არ შეიძლებოდა არანაირად ერთმანეთს ხელს არ უშლით. კარგ საქმეში არც მე არ შეუშლი ხელს, არც ნოდარი არ შემიძლია. ის ცუდი რაც ფუჭდება, უნდა ვთქვათ ერთად. რატომ არ შეიძლებოდა, რომ თვითმმართველობაში გაწევრიანდებულიყავით და რატომ ჩამოყალიბეთ ეს ახალი გაერთიანება, ახალი ტალღა? პირველ რიგში მივესალმებით ტელემაყურებლებს, ჩვენს დარბაზს. მადლობა მოწვევისთვის და რაც შეიძლება თქვენს კითხოს, უნივერსიტეტში არსებობს ორი თვითმმართველობა. ორი თვითმმართველობა არ არსებობს, იმიტომ რომ თვითმმართველობა არის თვითმმართველობა. თვითმმართველობის სტატუსი განსაზღვრულია კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ამით ასევე ეს კანონი გვაძლევს უფლებას ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდეს ალტერნატიული სტუდენტური გაერთიანება. ეს გაერთიანებები შექმნილია თბილისის თითქმის ყველა უნივერსიტეტში, მაგალითად ცნობილი გაერთიანებებია ნარჯისფერები, იგივე ლაბორატორია 1918 და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ ჩვენ გქონდა სტუდენტებს სხვა მიზნებიც, მე პირადად სხვა მიზნებიც უნივერსიტეტთან დაკავშირებით ხედავდი სხვა პრობლემებსაც, რაც თქვათ თვითმმართველობას არ ეხებოდა ნაწილობრივ, მაგრამ ნაწილობრივ ეხებოდა. და ზოგადად ეს ორი ასპექტი სერიოზულად განსხვავდება ახალი ტალღა და თვითმმართველობა, იგივე თავის ფუნქციებით და თავის შეხედულებებით. რაც შეეხება ფუნქციებს, მე შემიძლია ახალი ტალღის ფუნქციები გითხრათ, დაახლოებით რამოდენიმე ის ფუნქცია, რაც ჩვენთვის თავარია. პირველი ეს არის, რომ ჩვენი მიზანია უნივერსიტეტის რეფორმირება. ჩვენს პრეზენტაციაზე წარმოვადგინეთ ახალი უნივერსიტეტის იდეა, დემოკრატიულ პრინციპებზე შექმნილი უნივერსიტეტის იდეა და უპირველესი მიზანი ეს არის უნივერსიტეტის რეფორმირება უკეთესობისკენ. შემდეგ ეს არის სტუდენტების мотиваციის ამაღლება. ან რაც უფრო მეტი, თქვა, სტუდენტური თვითმმართველობა არის ერთი, რაც უფრო მეტი ალტერნატიული, ასე ვთქვათ, გაერთიანებები იქნება სტუდენტური, ეს უფრო დემოკრატიის პრინციპს უსვავს ხაზს და საჭიროც არის უნივერსიტეტში. უფრო გამოცოცხლებიან სტუდენტები და უფრო დააფიქსირებენ თავის რსას. იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, ახალი ტალღა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს და ლექტორებს. და ასევე თვითონ ახალი ტალღის ერთ-ერთი მიზანია სხვა უნივერსიტეტის, ანუ სტუდენტურ გაერთიანებებთან კავშირი. ურთიერთკომუნიკაციის ხარჯზე მოხდეს ჩვენი უნივერსიტეტის რეკლამირება
და ურთიერთდახმარება სხვადასხვა ღონისძიებების. რამდენად ერევით სტუდენტური თვითმმართველობის საკითხებში, იმიტომ რომ თქვენ პირადად არაერთხელ დააფიქსირეთ საკმაოდ მწვავე პოზიცია უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ანუ მხოლოდ ეს კულტურული ღონისძიებებით ფაქტია, რომ არ შემოიფარგლებით. ანუ ზუსტად ამ ფაქტებზე ვისაუბროთ, თვითმმართველობა არის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ორგანო. ხოლო ეს ალტერნატიული სტუდენტური გაერთიანება, ეს ახალი ტალღა საერთოდ არ ექვემდებარება ამ რეფორმით ადმინისტრაციას. ვთქვათ, ჩვენ არ უთხოვთ ფინანსებს ადმინისტრაციას და არ გვაქვს ოფიციალური ბიუჯეტი. თუმცა გვაქვს ეს დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ, დამოუკიდებლად შევქმნათ ყველაფერი. ჩვენ გაცილებით თავისუფლები ვართ. შეიძლება იურიდიული ბერკეტი გაცილებით მეტი აქვს თვითმმართველობას, მაგრამ ჩვენ გაცილებით თავისუფლები ვართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ახალი უნივერსიტეტის იდეა, ახალი უნივერსიტეტის ფორმირება. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, სტუდენტთა უფლებათა დაცვა, თვითმმართველობის ფუნქცია და ღონისძიებების ჩატარება, სტუდენტური ცხოვრების მოწყობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სტუდენტების უფლებებზე ვმუშაობთ და ახალი უნივერსიტეტის რეფორმაზე. გასაგებია, რომ ერთმანეთთან აპირებთ თანამშრომლობას, თუმცა თქვენი არსებობა თუნდაც აი ჩვენს დარბაზში გაყოფილი ხართ ორ ნაწილად, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უნივერსიტეტში სტუდენტები გაყოფილი არიან ორ ნაწილად? უნივერსიტეტის სტუდენტები ჩემი აზრით, ანუ იდეოლოგიის მიხედვით არიან ცოტა სხვადასხვანაირი შეხედულება აქვს ყველა. აი ინდივიდუალური არის ეს შეხედულება, მაგრამ როგორც ესე ერთ გაყოფილები და ერთმანეთს დაპირისპირებული სტუდენტები შეიძლება აქ ცალ-ცალკესხიდან, მაგრამ არ არიან ეს. მე ვფიქრობ, რომ არ არიან არანაირად. გვაქვს ის შეხება. კი. გვაქვს ის ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობაც და შეიძლება იყოს ისეთი საკითხი, რაზეც ვერ შევთანხმდით. მე მქონდეს სხვა იდეოლოგია, ნოდარის მქონდეს სხვა. ანუ ერთი აიგო კონსენსუსი შეიძლება არსებობდეს და რა განსხვავებაა თქვენს იდეოლოგიებში, მაინტერესებს. ნოდარის თუნდაც ეხლა უნივერსიტეტში მიმდინარე პრობლემები რაც არის, ნოდარის აქვს თავის შეხედულება. მე ეს შეხედულება, რომელიც მივიტანე რექტორამდე და პრორექტორამდე, სხვანაირად ამიხსნეს. რომელსაც მეუბნებიან უხსნით ნოდარის. ნოდარი ამბობს სხვა საკითხს. მე ველაპარაკი იმას სხვა საკითხს. ანუ ამ ეს ვერ შევჯერდით ვერც მე და ვერც ნოდარი მაგ საკითხზე. არის არ გამოდის, ახლა შეიძლება მე აქციაზე არ გამოსულა, მაგრამ დაინტერესებული ვარ და პირდაპირ მოვალეობა არის ჩემი, რომ სტუდენტებს გავაცნო ის ანუ სტუდენტებამდე მივიტანო ის ყველაფერი, რასაც თქვა რექტორი ფიქრობს, ხო? ეს შეხვედრებით იქნება თუ როგორ იქნება, რა ფორმატით იქნება. მე მაგალითად ვიყავი კიდევაც მეორე რექტორთან ასულა, რექტორი მელაპარაკება სულთლად სხვა რამეს, ნოდარი და სტუდენტები ამბობენ სხვა რამეს, ანუ რაში ვერ შეთანხმდით და ამბობდით, რომ ურთიერთთანამშრომლობა არსებობდა. ახლა გამოიკვეთა, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს, მაგრამ არის სხვადასხვა იდეოლოგია. თანამშრომლობა არსებობს. არ ვართ ჩვენ ერთმანეთში დაპირისპირებული და თულად განწყობილები. პირიქით, ნოდარისთან მქონდა საუბარი, შევხვდით პირადად, ვილაპარაკეთ. თუ თქვათ დაინახავ იმის რაღაცას ჩვენ თვითმმართველობაში, რომ ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს და როგორც წესია, არც ერთ არანაირად არ უშლით ხელს, პირიქით, მოდი გვითხარი, დავილაპარაკოთ. ყველაფერი ჩამოვყალიბდეთ ერთ საკითხზე და ესე გადავწყვიტოთ. მე არ ვარ ის, რომ ერთმართველად, პიროვნულად მართო ის თვითმმართველობა. მყავს ჩემი გუნდი, ნოდარის ყავს თავის გუნდი. ერთ საკითხზე მივივალთ, შევჯერდებით, იმ საკითხს გავაკეთებთ. არ მაინტერესებს და არც არავის, არც ერთ ჩემ ჯგუფს და ჯგუფის წევრს იქ ვისი საკითხი იქნება დასმული. ეს იქნება რექტორის საკითხი თუ ეს იქნება ლექტორის საკითხი თუ სტუდენტის საკითხი. არ აქვს მაგას ჩვენთვის მნიშვნელობა. მთავარი არის უნივერსიტეტის უკაკეთეს სიკეთე. სხვა არაფერი. ბატონო და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და რაში ვერ შეთანხმდით? ძალიან საინტერესოა. ახალი ტალღა არ ჩამოყალიბებულა თვითმმართველობასთან ან საკამათოდ ან დასაპირისპირებლად. ახალი ტალღა ჩამოყალიბდა სტუდენტების უფლებების დასაცავად და სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ეტაპზე პირადად ჩვენმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ორგანიზაცია შექმნილიყო და დამდგარიყო სტუდენტების უფლებების დაცვის ან უნივერსიტეტის ინტერესების გვერდზე. იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტის ამ ბოლო დროს დაძაბულმა სიტუაციამ გამოიწვია ეს ყველაფერი. და ჩვენ გავართ უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად და სტუდენტების დასაცავად. და ეს გაგრძელდება ბოლომდე. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენ შევქმნით სტუდენტებისთვის და ახალი უნივერსიტეტის ფორმირებისთვის. ის რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, რა პრობლემებიც არსებობს. ჯობია ამაზე ავიღოთ ორიენტირება, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ სტუდენტებმა ამას არ მივაქციეთ ყურადღება და არ მივხედით სერიოზულად, ურთიერთდახმარებით არ შევძელით ამ უნივერსიტეტის კრიზისიდან გამოყვანა, ყველა ხალხზე შეიძლება უნივერსიტეტი დაგვეხუროს. არსებობს მართლა სერიოზული პრობლემები და ტყუილად არ დაწყებულა ეს აუზაური ამ უნივერსიტეტში
ტყუილად არ გამოსულა სტუდენტები, თქვა დღეს რა აქციაც იყო, მე მგონი ტელევიზიებმაც გააშუქა და ეს უსაფუძვლო არ იყო ნამდვილად, სერიოზულად სანერიულოა. და სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი ტალღა, სწორედ ამას მოველოდით, რომ უნივერსიტეტში ეს პრობლემები წამოიწყო. კარგით, უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ, უბრალოდ მინდა ეს თემა ამოვწურო, ახალი ტალღის და თვითმმართველობის არსებობა უკავშირდება თუ არა თქვენი ამ გაერთიანების შექმნა და ამ ორი გაერთიანების არსებობა სტუდენტური თვითმმართველობის პოლიტიკას და იმ არჩევნებს რაც ჩატარდა. თუ შეიძლება. ნოდარის უნდა მიმართოთ მე მგონი მაგითხრით. თქვენ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ნოდარის დავიწყოთ თქვენიდან. არა, ახალი ტალღა. ანუ ახალ პოლიტიკურ ტალღაზე ხომ არ არის თქვენი ახალი ტალღა? კი ბატონო. არ უცევით, ასე ვთქვათ, კმარამ დაიწყო ეს სხვათა შორის სტუდენტური გაერთიანებით და მე წავიდა საერთოდ თვითაბერ პოლიტიკაში. ნამდვილად არა, ჩვენ საერთოდ ვემიჯნებით ამ შემთხვევაში პოლიტიკას, იმიტომ რომ უნივერსიტეტი გვაქვს ამ წუთას გადასარჩენი ნამდვილად. სრული ამ სიტყვასთან შევედი გადასარჩენი და უნივერსიტეტი გვაქვს მისახედი. ჩვენს უკან არ დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. არა, დამერწმუნეთ, ამას ვერასოდეს ვერ შენიშნავთ, იმიტომ რომ ეს არ არსებობს. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ძალა არ გვიდგა და არც გვჭირდება. ყველაზე დიდი ძალა საქართველოში და კონკრეტულად თელავში მე ვფიქრობ სტუდენტია. და შეიძლება რომ აქეთ სტუდენტის ხარდაჭერა დასჭირდეს, მაგრამ არც ეს მოხდება. ჩვენ არ ვართ არც პოლიტიკურები, ჩვენი თავარი მიზანია ახალი უნივერსიტეტის იდეის ფორმირება და სტუდენტების უფლებების დაცვა და უნივერსიტეტის გადარჩენა. ანალოგიურ ჩვენ ვართ აბსოლუტურად აპოლიტიკური თვითმმართველობა. ჩვენი პირდაპირ მოვალეობა არის ნებისმიერი სტუდენტის გასაჭირი მივიტანოთ თუნდაც რექტორის ყურამდე. მე არანაირად მართლა არ ვარ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და არავინ არ მინდა გავუკარო იმაზე ვიყო ხელჩაყიდებული და ის პოლიტიკოსი არ ან რაღაც ის მსგავსი რამე. აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაკეთებ ჩვენ საქმეს. კარგით, მაშინ დავიწყოთ უშუალოდ საუბარი უნივერსიტეტზე, რა ხდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საუბრობდით პრობლემებზე, რა პრობლემებზეა საუბარი, კრიზისიც კი ახსენეთ, მინდა აქტიურად ჩაერთოს დარბაზზე ამ პრობლემებზე საუბრის დროსაც, მანამდე მინდა ტელემაყურებლებს შევახსენო, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 23 28 95. დავიწყოთ და შემდეგ უკვე დარბაზი. ნოდა. ანუ არ შეიძლება კონკრეტულ პრობლემებს. მოდი დავიწყებ იმ პრობლემით, რომ დღეს ყველაზე აქტუალური პრობლემა იყო ერთ-ერთ სპეციალობის აკრედიტაციის შეწყვეტის პრობლემა. მე თვითონ მესამე კურსზე ვსწავლობ იურიდიულის და შეგვიწყვეტეს სტატუსი. მესმის რომ უნივერსიტეტმა დაგვაიმედა, რომ ამ სტატუსს გაგვიგრძელებენ ორ თვე ნახევარში, რაღაც ალტერნატიული ასე გამოსავალიც მოიძებნა, მაგრამ რა თქმა უნდა სტუდენტები შეშფოთდნენ და გამოვიდნენ და დააფიქსირეს თავისი აზრი. ეს არ იყო უსაფუძვლო შეშფოთება, იმიტომ რომ მესმის უნივერსიტეტს აუცილებლად სჭირდება ეს, რომ ხარში ამოუდგეთ ჩვენს აკრედიტაცია გაიაროს, მაგრამ იმის საფრთხე რომ ვერ გაივლის, ესეც რეალურია. და სტუდენტებს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ძალიან ბევრი სტუდენტი აქ სოფლიდან არის ჩამოსული, სხვადასხვა ქალაქიდან არის ჩამოსული, იხდის თავის გადასახადს, იხდის ქირის გადასახადს, შობელი წვალობს იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს იურისტი. მაგრამ ამ დროს გემუქრება საფრთხე, რომ შეიძლება ვერ გახდე იურისტი, შეგიწყდონ ეს სტატუსი. და აითხოვენ უბრალოდ ადამიანების სამინისტროს გარეაგირებას, სავსებით სწორია, მე ასე ვფიქრობ. დროა რომ თვითონ სტუდენტმა მოითხოვოს თავის გასაჭირზე დახმარება, რომ აღარ დაელოდოს სხვას. მესმის სჭირდება თქო რექტორის იყო შემოსული, აგვიხსენეს რამოდენიმეჯერ ადმინისტრაციის თანამშრომლების, მაგრამ ერთადერთი სანდობა იყო რექტორის სიტყვა, რომ სიტყვაზე უნდა მენდოთ. მაგრამ მხოლოდ სიტყვაზე ნდობა ვერ გადაწყვეტავს აქ ვერაფერს. უკვე 2 წელია ვსწავლობთ ამხელა თანხა გადახდილი და საკმაოდ სერიოზული საფრთხე არსებობს და იმ ფონზე ჩვენ უნივერსიტეტში რა პრობლემებსაც ხედავთ, არა მარტო ეს პრობლემები. ჩვენ უკვე საფუძვლიანად ვფიქრობთ, რომ შეიძლება გაუჭირდეს უნივერსიტეტს აკრედიტაციის გავლა. რატომ ვერ გაიარა თუ არ გაიარა აკრედიტაცია უნივერსიტეტმა? ვადა გავუვიდა, როგორც მე ვიცი. კი, ანუ არის არსებობს 5 წლიანი ვადა, ეს იყო მითითებული 2010 წელს, როდესაც სტუდენტები აბარებდნენ. მე როგორც ინფორმირებული ვარ მაგ საკითხში, იქ ეწერათ, რომ 2010 წელს გონი 5 წლიანი ვადა იყო, 2012 წელს გადიოდა ვადა. დიახ. როგორც მე ვიკითხე, რექტორთან, პრორექტორთან ვიყავი უბრალოდ ბატონ დავით მახაშვილთან, პირადი შეხვედრა მქონდა და მითხრა 2 თვე ნახევარში, ესე ნოდარ იმას ილაპარაკ, ალტერნატიული გზა არის, რომ 2 თვე ნახევარში აღუდგება სტატუსი, ოღონდ ამისთვის საჭირო არის ხელის მოწერა. მესამე კურსელები, ნოდარი რომელიც კურსეც არის, რომელიც გულს არის. ბატონო? ხელის მოწერა რაზე? ანუ მესამე კურსელები დასხდებიან მესამე საჯარო მმართველობაზე, მეოთხე კურსელები მეოთხე კურსის საჯარო მმართველობაზე. ეს საუბარი იყო ჩვენ შორის. კარგით, მოდი დარბაზს ვკითხოთ თუ შეიძლება. სამ დარბაზთან გადავარდეთ რამის დავამატეთ. ამისთვის როგორც გითხარით 2 თვე ნახევარია საჭირო. და თუ ვერ გაიარა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია,
მე კიდე პერიოდი სჭირდებათ და მეოთხე კურსელებს დასჭათ სულ რაღაც 6 დაახლოებით 6-7 თვე სწავლის დასრულებამდე. მაგრამ მაგ გარანტიებს გვაძლევენ ორ თვე ნახევარში აუცილებლად გაიგოს. მაგრამ ეს გარანტია არის წინასწარ რატო გახდა ეს აქ? ან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა. ზუსტად ეგ არის, ჩვენ მეც თვითონ ვფიქრობ პირადად, რომ და თლიან სტუდენტების დამეთანხმებით რომ უნივერსიტეტს არ აქვს 100%-იანი გარანტია, 50%-იანი გარანტიაც არ აქვს, მე ესე ვფიქრობ, რომ გაივლეს ამ აკრედიტაციას. და პირველი პრობლემა რა არის? სერიოზული პრობლემაა, რომ ეს სექტემბერშივე იცოდნენ, დღეს აღიარეს, რომ სექტემბერშივე იცოდნენ და დაუმალეს სტუდენტებს. ეთქვათ, რომ შეგიძლიათ ძალიან მალე შეწყდება, თქვა აღარ გაქვთ უფლება, ფაქტიურად ეს სემესტრი ტყუილად ვისწავლეთ, მეგონა რომ იურისტი ვიყავით და სტატუსი იყო, ასე ვთქვათ, ლიცენზია იყო შეჩერებული. ეს ხუთი თვე არ შეიძლება თვითონ სტუდენტს რო კონტრაქტს უდებენ პირველ კურსზე. კონტრაქტში წერია. თუ სტუდენტთან დაკავშირებით ცვლილება იგეგმება, ერთი თვით ადრე უნდა ეცნობა სტუდენტს, რომ შანსი ჰქონდეს, რომ სხვა უნივერსიტეტში გადაიტანოს და გააგზავნოს. მესმის არ უნდა სტუდენტების დაკარგვა, მაგრამ იმის ხარჯზე რომ უნივერსიტეტმა სტუდენტი არ დაკარგოს, არ უნდა მოხდეს სტუდენტის მოტყუება. კარგით, ბატონო, და იქნებ სხვა სტუდენტებსაც მოусმინოთ, თუ შეიძლება ამ დარბაზი რომ ჩავრთათ, დიახ, რა პრობლემები არსებობს უნივერსიტეტში? წარღის წევრი. მე მექნება თვითმმართველობის პრეზიდენტთან შეკითხვა. თქვენ ამბობთ რომ ხართ აპოლიტიკური, ხო? თქვენთან კავშირში არ არის პოლიტიკა. მაშინ რა პასუხს გასცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც YouTube-ზე ახალგაზრდა ნაციონალებს რო ჩაწერენ, ამოაგდებს თქვენს ვიდეოებს, რომლებშიც თქვენ ქართული ოცნების წევრებს აყენებთ შეურაცხყოფას. რა პასუხს გასცემთ? მე მგონი ეს პოლიტიკურობაა, ხო? კი ბატონო, გეტყვი პასუხს. მადლობთ. რა დაინახეთ ჩვენგან იქ შეურაცხყოფა? კითხავს კი, რა დაინახე შეურაცხყოფა თუნდაც ჩემგან. ჩაწეროს მაყურებელმა ინტერნეტში ეს ყველაფერი და თვითონ ნახავს, ხო? მაგას ჩემი ახსნა არ ჭირდება. კი ბატონო, ჩაწერე. თუ შეიძლება პასუხი და შემდეგი ფრთიდან შეკითხვა. არანაირად მე პირადად არანაირად პოლიტიკური რაღაცის გულიზე არავინ არც ერთ მოქალაქეს შეურაცხყოფას არ მივაყენებ. თუნდაც მაქინდა, იმიტომ რომ დღეს და ხარ თელავი არის. ძალიან მოусმინოთ თუ შეიძლება. ისმენთ. მმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. თავიდან მენოდართან მაქვს ესეთი შეკითხვა. მან თქვა, რომ ჩვენ ყველანი უნდა გადავიდეთ იმაზე, რომ უნდა გადავარჩინოთ უნივერსიტეტი. ანუ შენ რაც ეუბნები სტუდენტურ თვითმმართველობას, შენ თავი დაანები იმ შენ მოვალეობებს, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას გაკისრია, არ გამოიყენო ის ბიუჯეტი, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ბიუჯეტი და არ გავაკეთოთ სტუდენტებისთვის ის, რაც ჩვენს გაწერილი გვაქვს წლის ბიუჯეტში და დაგიდგეთ თქვენ გვერდში იმის გამო, რომ დაუშვათ მოვითხოვოთ რექტორის განთავისუფლება, რომელიმე სამსახურის უფროსის უკან დაბრუნება, მოვაგროვოთ ხელმოწერები, თუ რა გავაკეთოთ. ეს ერთ წამი მომისმინე, ხო, ეს მართლა მაინტერესებდა. მეორე წამოვიდა ესეთი კითხვა შენი მეგობრებისგან, რომ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურები და ვართ ვიდეოებზე, ხო? ჯერ ერთი როცა სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტში და ის არის უნივერსიტეტის გარეთ, ორი თვით დათხოვილი, მას უფლება აქვს ნებისმიერ ადგილას ყველაფერი გააკეთოს და ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაერთოს თუ ყველაფერი შეუძლია. თუ კარგად გადახედავთ პერიოდს ჩვენ უნივერსიტეტის დასრულებიდან, როცა ჩვენ დაგვითხოვეს, სანამ არ დავიწყებდით, მარტო მაგ პერიოდში ვიყავით ჩართულები. როცა სწავლა დაიწყო, არც ერთ ჩვენგანს მონაწილეობა აღარ მიუღია ამ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდულის პროვოკაციებში. და კიდევ ერთი მანახე ისეთი ვიდეო, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის ერთი წევრი მაინც, რომელიმე ოცნების ახალგაზრდულის წევრს აყენებს შეურაცხყოფას. მე არ გეუბნები იმას, რომ ის ადამიანი არის სტუდენტი. იყო სტუდენტი, იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა, მაგრამ მანახე ისეთი ადამიანი, ვინც არის სტუდენტური თვითმმართველობიდან და ახლაც არის სტუდენტური თვითმმართველობის სახელით. ესეთი ადამიანი მანახეთ თუ შეძლებთ. დიდი მადლობა. კარგით, და შემდეგი, არ კითხვებს ვერ გასცემთ, უბრალოდ პასუხს ვერ გასცემთ, ყველა აფიქსირებს საკუთარ აზრს. აუ, ჩემი მართლა კითხვა. კი ბატონო, მოკლედ უპასუხეთ და შემდეგ. კონკრეტული კითხვა რო თქვა, მე თვითმმართველობას მოუწოდებ შეწყვიტოს, ასე თქვა, თავის საქმიანობა და ჩვენ რექტორის გადადგომაში მოგვეხმაროს. ჩვენ არასოდეს არ გაგვიჟღერებია ესეთი რამე, რომ რექტორი უნდა გადადგეს. არა, მე უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ნოტა. კი ბატონო, არ მაგალითად ზუსტად ამ მაგალითს მოსვლე შეცდომები, რომ თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლები ხარ უკვე დროა რომ სიმართლე ვილაპარაკოთ ნამდვილად. ადმინისტრაციის აქამდე არ ლაპარაკობდით სიმართლეს. ანუ მაგას ვიძახი რომ სხვა კონტექსტში იგებენ ეს ზოგადად ადმინისტრაციის თანამშრომლები და რეალობას თვალი გაუსწოროთ. თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლებს აქვს დიდი სურვილი რექტორის გადაყენების ერთი საბეჭდილება რჩება და ახალ ტალღას აბრალები რომ ახალ ტალღას სურს ეს.
და ვისაც სურს თქვენი სახელით არ უნდა გამოვიდნენ ეგენი არანაირად. არა, მე ზუსტად ეგ მაინტერესებს. ჩვენი სახელით არასოდეს არ გაჟღერებულა ეს ტერმინი, რომ რექტორის გადადგომა გსურს. გადადგომა ესე არ ხდება რა. აი მე ვარ ამაზე სრულად პასუხისგებელი, რომ რექტორის გადადგომაზე ახალი ტალღის სახელით არავის არაფერი არ უთქვია. თუმცა ბატონო გამორიცხავთ იმას, რომ ეთელი ეს აურზაური უნივერსიტეტში დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილის კაბინეტში შევიდა რამდენიმე ლექტორი და მას მოსთხოვა ოფიციალურად გადადგომა და ამას მოხდა შემდეგ განცხადებები. და ამის შემდეგ გაკეთდა განცხადებები ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მოხდებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდებოდა, დაიდებოდა სხვადასხვა დოკუმენტაცია იმ პრობლემების შესახებ რაც უნივერსიტეტში და დღეს სწორედ ახლა ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე. რა ურთიერთკავშირი არსებობს ამ მოვლენებს შორის, დიახ? ანუ კონკრეტულად, როდესაც ეს ადამიანები შევიდნენ რექტორთან, ჩვენი ახალი ტალღა არც იყო ჩამოყალიბებული და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეუძლია თუნდაც ადამიანებმაც ეს დაადასტურონ, ვინც შევიდნენ, რომ ჩვენ ახალ ტალღას და პირადმე არანაირი კავშირი არ მქონია მათთან. მათ რატომ მოითხოვეს რექტორის გადადგომა, რა სურვილი ჰქონდათ, ეგ ნამდვილად ჩვენ არანაირი შეხება არ გქონდა. თუმცა მოვლენები რა თქმა უნდა საპროტესტო აქციები, ბრალდებები დაიწყო სწორედ ამ ფაქტის შემდეგ. შეიძლება ანუ ოდესღაც დაიწყებოდა ეს ყველაფერი და უფრო მე ხას გავუსვა ეს ყველაფერი დაიწყო ამ არჩევნების დასრულების შემდეგ. მაგრამ კონკრეტულად ახალი ტალღა არ შექმნილა და არანაირი შეხება არ აქვს მათთან. და რაც შეეხება იმას ზურას კითხვას, ნამდვილად არავის არ მოუწოდეთ, მე თვითმმართველობას ერთადერთი იმას მოუწოდებ, რომ შეასრულოს თავის ფუნქცია, რაც აქვს და თავისი კონკრეტულად დებულებით გასასრული გეგმა შეასრულოს. დებულება არსებობს უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის, რომელიც დებულებას დეტალურად მიუთითებს მოვალეობის შესრულებაზე. და სწორედ ამ დებულებაში წერია ის, რომ როდესაც უნივერსიტეტში თვითმმართველობის წევრებს აქვს სტატუსი, როგორც თვითმმართველობა არჩევნების შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა ისვენებ თუ არ ისვენებ, პოლიტიკური უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, პოლიტიკურად ნეიტრალური პირველი მუხლის ქვეთავია, რომელშიც წერია სტუდენტური თვითმმართველობა იყოს აპოლიტიკური. სტატუსი გაქვს, ზაფხულში სტატუსი არ გიჩერდება, იმიტომ რომ აქ შენ გვერდის ხედავ მეგონა ყოფილი თვითმმართველობის წევრები და ზაფხულში სტატუსი არ ჩერდება. თვითმმართველობის წევრი ხარ? ბატონო და რეგლამენტი დავიცოთ ყველას მისცეთ აზრის განუთქმის საშუალება. თუ შეიძლება და შემდეგ თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით, ჩემი სახელია ნინო გოგოლაშვილი. მე ალტერნატიული ჯგუფი ახალი ტალღის მხარდამჭერთა გუნდის წარმომადგენელი ვარ. უპირველესად მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის, მოპატიჟებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. დღეს ჩვენ ახლა თემას ცოტა ასე ვთქვათ ავწდით, მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე ბატონი გიორგის საუბარს. ჩვენ აქ ვსაუბრობდით სტუდენტების მიერ დღეს უპრეცედენტო აქცია მოხდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამას ვიტყვი, იმიტომ რომ სტუდენტებმა თავიანთი ჯანსაღი კრიტიკა კი არა და პროტესტი გამოთქვეს თავიანთი უფლების დასაცავად, დამეთანხმებით, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთ აქტს არასოდეს არ ქონია ადგილი. აქედან გამომდინარე ბატონ გიორგისთან მაქვს, რადგან პასუხისმგებლობა აიღო და მივიდა ადმინისტრაციასთან, აქედან გამომდინარე მექნება კითხვა, ბატონო გიორგი, ამ 2 თვის განმავლობაში დღეს, რადგან იყო შეთავაზება ასეთი, ქალბატონი დიანა მჭედლიშვილი იყო, ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილი და ბატონი დავითი სტუდენტებთან შეხვედრაზე და განაცხადეს ესეთი რამ. ხელი მოეწეროს, რომ სტუდენტმა თავისი ნებით აირჩია ორთვიანი თუ ერთ სემესტრიანი, მაგას ვადები ან თქვენ განსაზღვრეთ, ორთვიანი ვთქვათ, სავარაუდოდ ორთვიანი ვადა გადავიდეს საჯარო მმართველობაზე. კარგი ბატონო, გადავედი საჯარო მმართველობაზე. ამ 2 თვის ვადაში მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, შუალედური წერა. რა საგნებს მასწავლიან, დგება პრობლემა, რა კონტექსტში ხდება, ჩემს საგნებთან, ჩემს მე თუ მინდოდა ყოფილიყავი საჯარო მმართველი, ჩავაბარებდი საჯარო მმართველობაზე და არა იურიდიულზე. რაიმე წინააღმდეგობაში ხო არ მოვდივართ და მინდა ვთქვა, რომ მოვდივართ წინააღმდეგობაში, გარდა ამისა. ჩვენ რექტორი და ადმინისტრაცია გვპირდება, რომ 2 თვეში გაივლის აკრედიტაციას, მაგრამ სამინისტროს დებულებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამინისტროსთან დაახლოებული პირებიდან გამომდინარე, არის ინფორმაცია და გონივრული ეჭვი, რომ 1 წლის ვადაში, მხოლოდ 1 წლის ვადაში შეუძლია აკრედიტაციიდან აკრედიტაციამდე რადგან აკრედიტაცია ვერ გაიარა. აი ამ ეტაპზე. აკრედიტაცია ვერ გაიარა ფაკულტეტმა. გარდა იმას ხალხს აღარ გაუსვამ, რომ ხვალ საშიშროება დგება ჰუმანიტარების, რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ, უნივერსიტეტის რეალური გადარჩენა, როგორც ბატონმა ნოდარმა აღნიშნა, რეალური გადარჩენის წინაშე ვდგავართ.
და ეს ჩემი პრობლემა არ არის, იმის პრობლემა არის, გადაუხვიეთ თემას, მაგრამ რეალურად ეს პრობლემა დგას, ვიღაცის პრობლემა არის, ვიღაცის არ არის. ეს ყველას ერთი პრობლემაა. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, ახალი ტალღა, ალტერნატიული ჯგუფი, ყველა ერთად პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური საბჭო, ყველა დგა ერთად, რათა დაიცვას უნივერსიტეტის ღირსება. დღეს უკვე უნივერსიტეტის ღირსება დადგა ეჭქვეშ. 1 წლის განმავლობაში, ვინაიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ვცდები ვადებში და ბატონი ლევანი აქ არის. სამინისტროდან იყო გამომდინარე. ბატონ ლევან, კითხვაზე პასუხი მომეცით თქვენ და მადლობას გადაგიხდით. იურისტი გვესწრება უნივერსიტეტის აუცილებლად მოგცემთ სიტყვას, აუცილებლად, დიახ. გარკვეული არის უფრო მაღალი. 2 თვეში მოიპოვებენ, 2 თვეში მოიპოვებენ კითხვის ნიშანი დგება. ჯერერთი ჩვენ სტუდენტებს არ უნდა ვატყუებდეთ, არ უნდა ვეუბნებოდეთ სწავლის დასაწყისში, როდესაც ვიცით, რომ ამ ფაკულტეტს არ აქვს აკრედიტაცია გავლილი. აკრედიტაცია, როდესაც არ აქვს გავლილი, სტუდენტი მოდის და რიცხავს თანხას. აქ რამენაირად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორუფციას ხომ არ ქონდა ადგილი. ვინაიდან მე ვარ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მე ვარ რექტორი, მე ვარ უნივერსიტეტის საჭეთმყრობელი, ვატყუებ სტუდენტს, ვახდევინებ ფულს იმაში, რაც არ არსებობს რეალურად. კარგი, ვარაუდებზე რომ არ ვისაუბროთ, თუ შეიძლება. არა, კითხვა ეს ამას კითხვის სახე მივცეთ და ბატონი გიორგი ვინაიდან არის კომპეტენტური, ვინაიდან ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ვინაიდან დგას სტუდენტების გვერდით, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავენ, აქედან გამომდინარე ველოდები პასუხს. გარდა მაგისა, დგება მეორე კიდე ასეთი ტკივნეული თემა. სტუდენტები დაუპირისპირდნენ, სტუდენტები ვიღაცის გადადგომას ითხოვენ. დღეს მე ვიყავი ამ სტუდენტებთან, სტუდენტები არავის გადადგომას არ ითხოვენ, მით უფრო რომ ასეთი პრობლემა დგას. გადახდილია ამდენი ფული, შემოსულია ბიუჯეტში. სტუდენტი დადის, სხვა თუ არაფერი ფეხსაცმელს ცვეთს, იმიტომ რომ იაროს უნივერსიტეტში და მის პრეროგატივაა რომ იაროს უნივერსიტეტში. ატარებ ყვილად დალოცვილო. ატყუებ ახდევინებ ფულს. მე პირდები რაღაცეებს, სიტყვაზე მენდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რამდენად არის მისაღები ეს ყველაფერი და რამდენად შეგვიძლია ჩვენ ასეთ ხელისუფლებას, საუნივერსიტეტო ხელისუფლება მოქმედობაში აპოლიტიკური ვარ. რამდენად შეიძლება ვენდოთ სიტყვაზე. კარგით, მოდი თუ ესე პირდაპირ სიტყვაზე მე აუცილებლად იურისტმიდან მოусმინოთ, რომ ვარაუდებზე არ ვილაპარაკოთ და ეს აკრედიტაციის თემა ამოვწუროთ, თუ შეიძლება. მოგესალმებით ყველას, დარბაზს აყურებლებს, ქალბატონო ნატო, თქვენს მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ აყურებელი შეცდომაში არ შეიყვანოს ქალბატონმა ნინომ და დავაკონკრეტო ფაკულტეტს აკრედიტაცია დაუმთავრდაო. ეს არის შეცდომით ნათქვამი, ანუ ფაკულტეტს აკრედიტაციას არ გადის, გადის კონკრეტული პროგრამა აკრედიტაციას. მოусმინოთ თუ შეიძლება. არა, თქვენ ერთმანეთს მოусმინოთ, სხვანაირად აზრი არ აქვს. თქვენ განაცხადეთ ახლა რომ ფაკულტეტს გაუვიდა აკრედიტაცია და ფაკულტეტს აკრედიტაცია არ გასდის. გასდის კონკრეტულ პროგრამას. მოგეხსენებათ მართლაც სამართალმცოდნეობის სპეციალობა 2010 წლის დასაწყისში სამინისტრომ გადაიყვანა მილევად რეჟიმში. რას ნიშნავს მოდი მაყურებელმა რომ უფრო კარგად გაიგოს რას ნიშნავს მილევადი რეჟიმი. მილევადი რეჟიმი რას ნიშნავს რომ აღნიშნულ სპეციალობაზე სტუდენტს ვეღარ მიიღებ პირველ კურსზე. აქედან გამომდინარე გამახულებული იყო ყურადღება რეგიონის უნივერსიტეტ. რეგიონის უნივერსიტეტების თითქმის უმეტესობა გადავიდა მილევად რეჟიმში სამართალმცოდნეობის მიმართულებით. როდესაც მილევად რეჟიმში გადავიდა, კონკრეტული ვადა იყო ამ მილევადი რეჟიმის დამთავრების, ანუ სტუდენტებმა რომ დაამთავრონ აღნიშნული სპეციალობა. ამ მილევად რეჟიმს გაუვიდა ვადა. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტს ესე არ არის რომ აკრედიტაცია არ გაუვლია კონკრეტულ პროგრამას რა. არ შეუტანია, რასაც არ შეიტან, როგორ გაივლის აკრედიტაციას ეხლა ამ ეტაპზე. ანუ შეგვაქვს პროგრამა ეხლა უკვე მზადდება, ვეუბნებით სტუდენტებს ჩვენ, რომ ეს პროგრამა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სთხოვს უნივერსიტეტს, აქედან გამომდინარე გვაქვს სრული საფუძველი იმის, რომ თქვათ, რომ ეს პროგრამა გაივლის აკრედიტაციას. და ამას ვპირდებით ჩვენ სტუდენტებს. ხელის მოწერებზე იყო ასევე საუბარი. რომ ხელი მოაწერეთ რაღაცას. ესეც მინდა დავაკონკრეტო. არაფერის ხელის მოწერაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე. სტუდენტს, სამართალმცოდნეობის სტუდენტებს უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სურვილი აქვთ კონკრეტულ სტუდენტებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება და თავი აღედგინონ საჯარო მმართველობის სპეციალობაზე. აი ეს იყო ხელმოწერამ გაიჟღერა, რომ ხელი მოაწერინათ. რასთან დაკავშირებით? ჩვენ უნივერსიტეტი პირდებით სტუდენტებს, რომ აღნიშნული პროგრამა იმდენად დააკმაყოფილებს სამინისტროს, ანუ იმ ჩარჩოს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოითხოვს, რომ ახალი სემესტრის დაწყებაში სამართალმცოდნეობის სპეციალობა გაივლის აკრედიტაციას. კარგი, თუ შეიძლება თვითმმართველობის წარმომადგენლებს თუ სურთ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვათ სხვა სტუდენტებს რომ მიეწოდოთ მიკროფონი თუ კვლავ თქვენ. ბატონო, ერთ სიტყვა, ერთ რაღაც მაინტერესებს აქ ნინო კითხვა დასვა და თავი წარადგინა, მაგრამ მაინტერესებს რომელ ფაკულტეტზე სწავლობს და რომელ კურსია ამჟამად. არა, რომ ითხრა. კი, ისმის. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მოხდა. კი, ბატონო. მე მაგალითად საჭიროდ არ ვთვლი იმას, რომ სხვა ფაკულტეტის სტუდენტს უფლება აქვს, რომ ამ მდგომარეობაში ეს კითხვა დასვას. მართლაც ეხლა სოლიდარობას უცხადეს. ერთ წამი მომისმინენო და მართლა არის სიტუაცია. ჩვენ არ ვსწარ ვარ, ციხეში თვითონ აუცილებლად მოგცემ სიტყვა, სანამ მიკროფონს არ დაიჭერთ ხელში, თქვენი ხმა არის. ერთი წამი მომისმინე, ერთი წამი. მინდა უთხრა ნინოს ის, რომ ნინოს უთხრა ესეთი სიტყვები, რომ შენ როცა გამოდიხარ, ხო, შენ სიტყვაში ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არის შენი მეგობარი, შენი ახალი ტალღის გვერდზე დგა და ასე ვთქვათ, თანადგომას გიწევთ. გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა არ ხარ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და შენი ძახი, რომ დაუშვათ ამ სტუდენტს არ უნდა გქონდეს ესე არ უნდა მოქცეოდნენ და ამ დღეში არ უნდა ჩაიგდოთ, ხო? არ აქვს ამას უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ მეც შეიძლება აღმოჩნდი ამ დღეში, მაგრამ შენ როცა ნოდარ თქვი ის, რომ ამ ორ თვე ნახევარშიო არ ვართო დაზღვეულები, ესენი აღიდგენენ თუ გაივლიან თუ არა აკრედიტაციასო, ხო? შენ ვინმე მგითხრა დაუშვათ, რომ აკრედიტაციას ესენი ვერ გაივლიან. ამას შენ ვერავინ ვერ გეტყობ და ეს არის შენი მოსაზრება. კარგით. ამ შენი მარტო მოსაზრებით, ხო, რომ სტუდენტები ასე ვთქვათ, არ ჩააგდო იმაში, რომ ორ თვე ნახევარში აკრედიტაციას ვერ გაივლიან და სწავლა შეუწყდებათ, ხო? ეს არ შეიძლება მართლა. რადგან გეუბნება უნივერსიტეტის რექტორი და იურისტი, რომ ორ თვე ნახევარში აღდგება და გაივლიან აკრედიტაციას, მე მგონი გასაგებია ეს ყველასთვის და არანაირი. კარგით, არა, თქვენ ვერ მოგცემთ ამდენ დროს, თუ შეიძლება ახალი ტალღის წარმომადგენლს და შემდეგ თვითმმართველობის წარმომადგენლს. აქ ყველას თანაბარი უფლებები აქვს ჩვენ სტუდიაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. მურად ფანსქალაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და ამავე დროს ახალი ტალღის წევრი. მივესალმებით დამწერ საზოგადოებას, ჩვენს ტელემაყურებელს და სასიამოვნოა, რომ ამ რეჟიმში, დიალოგის რეჟიმში გაიმართა ჩვენი საუბარი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება კონკრეტული ადამიანის სიტყვა ან დაპირება მივიჩნიოთ ან დოგმა ან მაქსიმა, თუმცა რა თქმა უნდა აქვს თავისი მნიშვნელობა და შესაბამის ძალასაც ატარებს. მე ისიც არ მესმის ბატონმა ზურამ, ხო? ზურამ რატომ არ მიიჩნია საჭიროდ, რომ კონკრეტულმა ფაკულტეტებმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებას სოლიდარობა გამოუცხადოს იურიდიულ ფაკულტეტს, რაც ვფიქრობ სავსებით მისაღები უნდა იყოს. უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამ დილას ესეთი ძალიან მაგარი საპროტესტო მუხტი დაფიქსირდა უპრეცედენტოდ, მე ვეთანხმები ქალბატონ ნინოს, ჩვენი იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რატომ წამოვიდნენ და არ დადგნენ ჩვენთან ერთად თვითმმართველობის წევრები. პირველ რიგში ბატონო გიორგი, მე ძალიან ვაფასებ თქვენს პიროვნებას და ასე თუ ისე გიცნობთ შორიდან. მადლობა. პირველ რიგში უნდა იყოთ ორიენტირებული სტუდენტების უფლებების დაცვაზე და არა ღონისძიებების ჩატარებაზე. თუმცა ამ ხრივად შეიძლება განმავრცო საკითხი და ვთქვა, რამდენად კონსპირაციულად მოქმედებს თქვენი თვითმმართველობის გუნდი. ანუ არ აქვს ინფორმაცია ელემენტარულად სტუდენტებს თუ რა ბიუჯეტი გაქვთ, რაზე იხარჯება, გათვლები, ანუ არაფერი არ არის ამ ხრივ ცნობილი და ხლა მე წეგან გაკეთდა პოლიტიკური სარჩი. დაინტერესდი არა, დავინტერესდი ესე არ არის 1500 საშუალოდ რო ვთქვა სტუდენტი არის და ესე იგი სულ ყველას ინტერესის სფერო უნდა თქვენს მიერ უნდა იყოს წინასწარ გათვლილი და უზრუნველყოფილი, ანუ დავინტერესდი და მოვედი ეს არ არის ეს ჩემი მოვალეობა, ანუ უნდა უზრუნველყოთ ის რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს და რაც შეიძლება გამჭირვალე იყოს თანხების ხარჯვის პრინციპი. კი ბატონო, გასაგებია. გვადლოთ ბატონი გიორგი უპასუხებს და შემდეგ თვითმმართველობის წარმომადგენელს მიეწოდეთ. საშუალება რო პასუხი გავუსე. პასუხი იყო ამ შემთხვევაში ბატონ გიორგის. არა, არანაირად დაპირისპირება. თუ შეიძლება ბატონ გიორგი. წლის ბოლოს
წლის დასაწყისში იწერება გეგმა, წლის ბოლოს ბარდება გეგმა. ამ გეგმას ყოველთვის ყოველი წლის ბოლოს პირველი წელი არის ახლა. ბატონო? სოლიდარობა გეტყვი, რატომ არ გამოუცხადე სოლიდარობა? სოლიდარობა მე აბსოლუტურად გამოვაცხადე, არ დავდგავარ უბრალოდ იქ. ვიყავი მაგ დროს ასული ლექტორთან და მქონდა პირადი შეხვედრა. ლექტორთან და პროლექტორთან. მაგ საკითხზე არ ვიყავი უბრალოდ მე იქ, თქვენ გვერდში არ ვიდექი ფიზიკურად. მაგას ხელაფარი, ფიზიკურად იმ მომენტში ვიყავი ლექტორთან ასული, ვაგვარებდი მაგ საკითხს. მაინტერესებდა უბრალოდ რატო იყო ესე სიტყვაზე ნოდარ იმას თქვა, სიტყვაზე მენდე და ორ თვენახევარში ადგება, ეს არ შეიძლება. სიტყვაზე გენდი იქ უნდა იყოს საბუთი უნდა იყოს, ხო? ხალისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან დარეკეს თბილისიდან 2 კვირის წინ, რომ უჩერდება სტატუსი, ხო ესე? 2 კვირის წინ არა, დღეს დასტურა თვითონ რექტორმაც, რომ სექტემბერშივე გაიგეს. ლექტორმა მითხრა მე პირადად, რომ 2 კვირის წინ დარეკეს ხალისხის უზრუნველყოფის. აღარ მოგაწყვეს კიდევ ერთხელ. კარგი და აღიარეს ჩვენთან ეს ტყუილი, რომ დამალეს ჩვენთან. კი, დღეს არ შეიძლება შემდეგი სტუდია. კარგი იქნებოდა რომ ლექტორის თქვა გვესწრებოდეს ან გზაზე რომ გამოვიდეს. ლექტორისას სხვადასხვა მოვისმენთ აუცილებლად ყავს ჩაწერილი, ცოტა მოგვიანებით თუ შეიძლება. მოგესალმებით, გიორგი ონიკაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების პირველი კურსის სტუდენტი, თვითმმართველობის წარმომადგენელი და მინდა ერთი რაღაც თქვა, ანუ არ ხდება თანხების გახარჯვა სტუდენტების სრულების გარეშე. ანუ როდესაც პირველ კურსის შეხვედრები იყო, ხო, გიორგი კორბეზაშვილთან, გიორგი მიკითხა, რომ რა გნებავთ, რა გინდათ რომ გავაკეთოთ სტუდენტურმა თვითმმართველობამ. არც ერთ სტუდენტს არ ამოუღია ხმა. მე პირადად ვთქვი, მაშინ რა მინდოდა, როცა არ ვიყავი თვითმმართველობაში, მოვითხოვე და მე მინდა გითხრა, რომ ცოტა ხნის წინ ჩემი სურვილი, ასე ვთქვათ, ასრულდა და გააკეთეს. ან თუ სტუდენტმა არ მიიტანა თავისი სურვილი თვითმმართველობამდე და არ სთხოვა არ უთხრა რა მინდა, არ უთხრა რა უნდა თუ გააკეთოს სტუდენტებმა, ხო? თვითმმართველობა მათთან ესე ვთქვათ რაღაც მედიუმები არ არიან, რომ თავისით მიხვდნენ რა უნდა ამა თუ იმ სტუდენტს სათითაოდ, ხო? ანუ უნდა მივიდეს ვიღაც წარმომადგენელი თუნდაც ერთი კურსიდან და ერთი ჯგუფიდან, რომ თქვას რა უნდა ამ ჯგუფსა და თუ კურსს. მეორე, როდესაც ვთქვით ციხის ასე ვთქვათ პროტესტთან დაკავშირებით. მე პირადად ვიყავი თელავში აქციაზე და შენ პირადად მე იქ არ დამინახე ხარ. კარგი, ზარი ეთერში მივესალმები ტელემაყურებელს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თუ შეიძლება მოусმინეთ ერთმანეთს და გამარჯობა. ჩვენს ტელემაყურებელს მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა, გამარჯობა. მე ვარ ელდინო ჯანგულაშვილი. 32 წლის პედაგოგიური სტაჟის მქონე ყოფილი სრული პროფესორი, შემდეგ ჩამოლაბორანტებული და შემდეგ გამოგდებული. მე მინდა სოლიდარობა გამოვცხადო ახალი ტალღის მაგ სტუდენტებს, რომლებმაც შესძლეს იმ დიქტატორულ რეჟიმს, რაც არის დამკვიდრებული. უშიშროების ყოფილი და დღევანდელი ჩინოვნიკები არიან მან შესული შტატებით. აი იმათ მიერ შიშის უბედურების, განსწავლელი პროფესორების დევნის, სტუდენტების უმეცნებისაკენ მიმართული ლექციების დანერგვის და მთელი ეს პროცესი ახლა დრო არ არის ხალბატონო ნატორო, მე ჩამოვთვალო. ამის წინააღმდეგ გადადგმული თითოეული ნაბიჯის ეს არის გმირობა და მე მინდა სოლიდარობა გამოვცხადო მაგას. ძალიან კარგად ვიცი ხალბატონო ნატო, როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სტუდენტთა თვითმმართველობა. ერთ-ერთ სტუდენტს შემიძლია მე დავასახელო, თუ თქვენ მომავალ პარასკევს მომიწევთ და მე გვარებს დაგისახელებ, ვინც ჩემს მოპირდაპირე სკამზე დასხდებიან. ის ერთი სტუდენტი იყო აბსოლუტურად ყველა ფაკულტეტზე, წარმომადგენლობით საბჭოში, ყველგან ისეთი სტუდენტი რატომ იყო ის ჩართული თვითმმართველობაში? იმიტომ რომ მისი ახლობელი იყო გამგეობაში ძალიან დიდი ჩინოვნიკი. ვიცი, ვინც იყვნენ, ვიცი რა იდეოლოგიით, მე ის ბავშვები ძალიან მეწოდებიან. ძალიან მე თქვენ გახსოვთ ხალბატონო ნატო, 2005 წელს მე თქვენს ერთ-ერთ ჟურნალისტს მივეცი ასეთი ინტერვიუ. აჩვილი დადის უნივერსიტეტში, აჩვილი ახალი ფაშისტური იდეოლოგიის დანერგვისა. დღეს მინდა ვთქვა, რომ აჩვილი დადის უნივერსიტეტში, აჩვილი დემოკრატიის, საჯაროობის და თავისუფლებისა. მე მინდა გისურვოთ, შვილებო, აი ამ პატარა აჩვილი გაგიხადოთ ძალიან დიდ კაშკაშა ნათელ ვარსკვლავად მზეს. ისურვებ დიდ წარმატებას და თქვენს გვერდში ვიქნები მუდამ. დიდი მადლობა. არ მოაწეროთ ხელი.
აუცილებლად ფიქსურთ უპასუხოთ და მადლობა ხალბატონ ელდინო, ძალიან დიდი მადლობა და აქვე გაიჟღერა ეს ფრაზა, რომ ლექტორების დევნა მიმდინარეობს და ამ საკითხიდან ფაქტობრივად სულ საუბრობთ აკრედიტაციაზე, დღევანდელ საპროტესტო აქცია საკადრო პოლიტიკაზეც რომ ვისაუბროთ და განვავრცოთ ჩვენი ტელემაყურებლის თემა დიახ ის. ხალბატონ ელდინოს პასუხებ პირველ რიგში. ქალბატონი ელდინო უნივერსიტეტში ნამდვილად მუშაობდა, იგი მუშაობდა განათლების სკოლის სპეციალისტად. ქალბატონი ელდინომ განცხადება დაწერა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით ივნისის დასაწყისში. მას მიეცა 24 სამუშაო დღე შვებულება. კუთვნილი შვებულება, ანაზღაურებადი შვებულება. ქალბატონი ელდინო გავიდა შვებულებაში და იგი, როდესაც დაუმთავრდა მას შვებულება, 2 თვე-ნახევრის განმავლობაში სამსახურში აღარ დაბრუნდა. იგი ისვენებდა მთაში. მას აქვს სასტუმრო მთაში, თათუშეთში, იგი ისვენებდა და 2 თვე-ნახევარი აცდენდა სამსახურს. ამასთან დაკავშირებით შეუწყდა ხელშეკრულება. მოვიდა ქალბატონი ელდინო, შევთავაზეთ კიდევ ჩვენ, მან არა, მე ამ უნივერსიტეტში აღარ გავჩერდები, ჩააბარგა თავისი ნიუთები და წავიდა. მიმდინარეობს თუ არა უნივერსიტეტში კი ბატონო ლექტორების დევნა, რამდენად სწორი საკადრო პოლიტიკა იქით ახალ ტალღას რომ გადასცეთ მიკროფონი თუ შეიძლება. აუცილებლად მოგცეთ ბატონო და სულ გინდათ რომ თქვენ ისაუბროთ, მაგრამ ამდენი სტუდენტია და ყველას უნდა მივცეს სიტყვა, დიახ გისმენთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვარ ლევან აბაშიძე, ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტის მეოთხე კურსის სტუდენტი. მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ რატომღაც დღეს უპირისპირდებით ერთმანეთს ახალი ტალღა და თვითმმართველობა ასეთი რეპლიკა წამოვიდა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ უპირისპირდებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემატიკა უნივერსიტეტში, რაც საჭიროებს სასწრაფო რეაგირებასა და მოგვარებას. თვითმმართველობის საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით რა და თვითმმართველობა ბიუჯეტს როგორ განკარგავდა არც იმაზე დიდად ვიკლავთ თავს და ნერვიულობთ იმიტომ რომ ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იმის ინფორმაციასაც მოვითხოვთ. აქედან გამომდინარე დღეს სტუდენტებს შეუჩერეს აკრედიტაცია, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ რეაგირებას. წამოვიდა ასევე საუბარი, რომ თქვენო პედაგოგიური წარმომადგენელი რატო გამოხატავთო რეაქციას. ნებისმიერი სტუდენტის პრობლემა თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა. მე ვარ ბიზნესის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სპეციალობაზე არანაირი პრობლემა არა, სრულ სოლიდარობას უცხადებ იურისტებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს უნივერსიტეტში დღეს არაა ის სიტუაცია, რომ დალაგებული იყოს ყველაფერი ხუთიანზე. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ხვალ ნებისმიერ ფაკულტეტს შეექმნას ანალოგიური პრობლემა. დღეს ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემები უნივერსიტეტში გადასაწყვეტი და რაღაც ზოგადზე ვსაუბრობთ. დავაკონკრეტებ ამ შემთხვევაში. იგივე დაბალი პროფესიონალიზმის სტუდენტების, სწავლების დაბალი დონე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც არის აღმაშფოთებელი. იგივე ლიტერატურა, რითიც სწავლობთ სტუდენტები. იგივე სხვადასხვა პრობლემები, რაც საჭიროებს რეალურ მოგვარებას. ჩვენ სტუდენტებმა თუ არ ვიზრუნეთ ამაზე, თუ არ ამოვიღეთ ხმა, ვინ დაგვეხმარება, ხო? 4 წელი დავდივართ უნივერსიტეტში, ვსწავლობთ და არ გვაქვს რეალური შანსი, რომ ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ. ამის მაგალითს მოვიყვან, როცა იურისტი გადაყავს საჯარო მმართველობაზე. მე 2 წელი ისწავლა და მე-3 წელს უნდა გადაიყვანო. იქ სხვა სპეციფიკის სწავლაა და რო დაამთავრებს ეს ადამიანი, კონკრეტული პროფესიონალიზმი ხო უნდა კონდეს ამას, რომ იმუშაოს, ხო? რას ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება ამ სტუდენტებმა დაწერონ, ხელი მოაწერონ. კაი, მოაწერენ და გადავლენ საჯარო მმართველობაზე, მაგრამ მერე გარანტია გვაქვს, რომ იურიდიულ საღუდგენენ საჯარო მმართველები გამოვლენ ესენი, რომ დაამთავრებენ, ხო? და ამ ფუნდამენტურ პრობლემებზე გავერთიანდეთ სტუდენტები, ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ, წამოვჭრათ ეს პრობლემა და ეტაპობრივად მოვაგვაროთ, გადავდგათ ეტაპობრივად ნაბიჯები, იგივე ადმინისტრაციასთან შეთანხმებით რა. თვითმმართველობა და ახალი ტალღა უნდა გავერთიანდეთ პრობლემის წინაშე, გამიგეთ? პრობლემა არის ჩვენი, თორე ჩვენ არანაირ დაპირისპირება არ გვაქვს. რატომაც მასეთი იდეოლოგია არის უნივერსიტეტში? ხო და ჩვენი იდეოლოგია არის სტუდენტებმა ამოვიღოთ ხმა, ყველამ ერთად, ხო? არავინ არ ვარ გარანტირებული, რომ ხვალდაზე ჩვენს ფაკულტეტებს არ შეექმნებათ პრობლემა რა. გავერთიანდეთ ერთად, დავაფიქსიროთ ჩვენი სრული პოზიცია. არც ერთ უნივერსიტეტში არ ხდება ასეთი სიტუაცია, დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რო არის.
თვითმმართველობის წარმომადგენლებს თუ სურთ ამასთან დაკავშირებით და მე დავსვი შეკითხვა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობდა ჩვენ ტელემაყურებლის შეკითხვიდანაც. დიახ, მე ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ მე არც თვითმმართველობის წევრი ვარ დღეს და არც ახალი ტალღის. მე ვარ რიგითი სტუდენტი, ყოფილი თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, გიორგიც და ნოდარიც არიან ჩემი ძალიან ახლო მეგობრები. ძალიან მიხარია რომ უყურებ იმათ ისე მსჯელობენ როგორც შეეფერებათ. ნოდარი ჩემი თვითმმართველობის წევრიც იყო და მართლა აქტიურად მუშაობდა და არანაირი უკმაყოფილება ჩვენ არ გამოგვიქვია მის მიმართ. რა მინდა ვთქვა, მე უნივერსიტეტის მართვაში ესე არ ჩავაჭრები, მე საკადრო პოლიტიკას არ შევეხები ახლა. მაგრამ პირველ რიგში რაც მე მინდა ვთქვა და რასაც საჭირო ვთვლი, მე მინდა რომ ამ ბავშვებს სტუდენტურ თვითმმართველობასაც და ახალი ტალღის წევრებსაც მინდა მოუწოდო იმისგან რომ ნუ ართულებთ სიტუაციას, ნუ უპირისპირდებით ერთმანეთს. პირიქით დადექით ერთად და რაც პრობლემას დაინახავს გიორგი კორბეზაშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის გუნდი, ეგენი აღმართავენ იმ პრობლემის წინაშე რაღაც ძალებს მიმართავენ, დაუდგებიან ახალი ტალღა გვერდში, ახალი ტალღა დაინახავს და შესაბამისად იმედი მაქვს და ასეც იქნება თვითმმართველობა დაუდგება გვერდში. ერთმანეთის პოლიტიკურობაზე საუბრებს და ესეთი რაღაცებიც მე მგონი უკვე მოსაწყენია, იმიტომ რომ ერთმანეთთან იმდენი საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული, რომ ჩვენ მართლა აღარ გვჭირდება ერთმანეთთან პირისპირ ომი. ერთმანეთთან პირისპირ დავსხდეთ აი ესეთ დიალოგში, ერთმანეთთან პირისპირ დასხედით ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ უფრო რეალურ რეჟიმში გადაჭრათ თქვენ პრობლემები. და სწორედაც აქ მე მგონი არავინ არავისტერი არ არის, წეღან იყო აქ ნახსენები კიდევ რექტორის ანუ საპირისპიროდ მიმართული ძალა და მე მგონი სტუდენტი რომელიც რექტორის მიმართ რამე საპროტესტო აქციებით გამოდის, მე არც თვითმმართველობაში მეგონება და არც ახალ ტალღაში. თუ ვინმეს რამის პრობლემა აქვს უნივერსიტეტში, ამ ბავშვებს არ უჭირთ თავიანთი აზრის დაფიქსირება და პირდაპირ გამოთქვავდნენ. იქიდან გამომდინარე, მე რადგან არ გამიგია რომ ესენი რომელიმე უპირისპირდება ამათგანი რექტორს, მე მაქვს საფუძველი რომ ვიფიქრო, რომ არც არის ეს დაპირისპირება რეალური და ეს მხოლოდ ჭორების აყოლებაა რა. რაც შეეხება კიდევ ამ ორ ფრთას, ნაწილი აქეთ როზე და ნაწილი იქით, ეს აი წეღან ნინომაც აღნიშნა, რომ უბრალოდ სტუდიის ფორმატი არის და ალბათ უბრალოდ დამთხოვა, მეტი არაფერი და სტუდენტების ერთიანობა, სტუდენტების ერთად გვერდში დგომა, ერთმანეთის გვერდში დგომა, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ რაც გვინდა, მივახციოთ იმ ხარისხს, გვერდში დაუდგეთ ადმინისტრაციას, სტუდენტების მხრიდან რაც საჭირო იქნება, როგორც საჭირო იქნება, დაუდგეთ გვერდში, მივეხმაროთ იმაში, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟი უფრო ამაღლდეს, მოვიზიდოთ. აი მაგალითად ძალიან ცუდი სტატისტიკა არის, მაგრამ სტუდენტების რაოდენობა კლებულობს ჩვენს უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე, ზუსტად ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ სტუდენტებმა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩვენ უნივერსიტეტში კიდევ უფრო მეტმა ჩააბაროს და უფრო მეტი სტუდენტი იყოს და უფრო, რა ვიცი, ალბათ კონკურენტუნარიანებიც გახდნენ. ბატონო და კი აღნიშნეს სტუდენტებმა, რომ არ ერევიან საკადრო პოლიტიკაში, თუმცა თქვენ ჩვენი ტელეეთერის საშუალებითაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეთ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა თანადოობი და რექტორის მრჩეველი სოსო მიქელაძე, უფრო მეტიც თქვენ მოითხოვეთ ხელმოწერების შეგროვებას. აი ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, რა იყო თქვენი პროტესტის მიზეზი? პირველ რიგში რა თქმა უნდა, აუცილებელი თემაა დღეს გაჟღერდეს ეს საკადრო ცვლილებების პოლიტიკა. როგორც ქალბატონმა დაარეკა, პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, სულიად საფუძვლიანი იყო ამ ქალბატონის ბრალდება. იმიტომ რომ მე რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, შევესწარი რამოდენიმე გათავისუფლებას, როგორც დღეს, იგივე რამოდენიმე თანამშრომლის უსაფუძვლოდ. მე სხვათა შორის გამიჩნდა კითხვა ქალბატონ რექტორთან და იქ თნიანად შეკრებილები იყვნენ თანამშრომლის და ვკითხე, რომ სოსო მიქელაძის გათავისუფლება არის საფუძვლიანი, აი მე საფუძვლის შედეგი თუ უბრალოდ კეთილი სურვილი. გამომდინარე აქედან რექტორმა გვიპასუხა, რომ ეს არის უბრალოდ იურიდიული უფლება რექტორის. მე მესმის რომ ის იურიდიული უფლებაა ეს, მაგრამ დღეს უნივერსიტეტი, როდესაც ასეთი გაჭირვების ხვარზე დგა და უკვე ასეთი კრიზისის ხვარზე, მე ამ კრიზისაც განვახცობ აუცილებლად გადაცემის სრულობისას, არ შეიძლება ასეთი ინტელექტუალური რესურსების დაკარგვა, როგორც სოსო მიქელაძეა. ამ ადამიანს ისნობს მთლიანი თელავი და მთლიანი უნივერსიტეტი. ისნომეს სტუდენტები, ეს ადამიანი ატარებდა ტრენინგებს
გვასწავლიდა პროექტების წერას. ამ ადამიანს მართლა დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის განვითარებაში. რა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი? როგორც მან განაცხადა, ეს უკავშირდებოდა ხმამაღალ განცხადებებს, რაც მან გააკეთა. ალბათ პირველ რიგში გახდა ეს, რომ ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც წამოჭრა თემა, რომ უნივერსიტეტის ცვლილებების დაწყება უკვე საჭიროა და ნამდვილად ეს ასე იყო და ეს იყო უსაფუძვლო. მე როგორც აღნიშნე, თვითონ რექტორმა თქვა, ეს ჩემი კეთილინების საფუძველზე ხდებაო. და ასევე შევეხები იმასაც სოსოსთან ერთად გათავისუფლდა ავტოფანგანი, რომელიც ასე ვთქვათ ტელევიზიით ცნობილი იყო მის წინააღმდეგ ბრალდებები. სწორედ ეს იყო გასაკვირი, ავტოფანგანი და სოსო მიქელაძე ერთდროულად გათავისუფლდნენ. ანუ გაიგივდნენ ერთმანეთთან. ავტოფანგანის წინააღმდეგ არსებობდა თვითონ ლექტორების და თანამშრომლების ინტერვიუები, 2 საათიანი პრესკონფერენცია გამართეს ამ ადამიანის ბრალდებებზე. და გამომდინარე აქედან მიმაჩნია, საერთოდ არ იყო სწორი სოსო მიქელაძის გაშვება ამ ფონზე. ავტოფანგანი იმსახურებდა უფრო ადრე გაშვებას, მართლა უფრო ადრე გაშვებას. მოსამართლის ფუნქციაც ხომ არ შეითავსეთ ახლა ბატონო? არა, უბრალოდ უნივერსიტეტი არსებობს სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის. ამას მე აი ასეთი კითხვა მინდა დავსვათ. სტუდენტების მისამართით აუცილებლად მოგცემთ რომ საშუალებას რომ გამოთქვა თქვენი აზრი. გასაგებია, როცა ადამიანი არის ნეიტრალური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირი, მუშაობს უნივერსიტეტში გარკვეულ თანამდებობაზე და შეიძლება დადგეს ეჭქვეშ მისი გათავისუფლების საკითხი, მაგრამ როცა მრჩეველი აკეთებს ფაქტიურად განცხადებებს, რექტორის მრჩეველი, ადმინისტრაციის და რექტორის წინააღმდეგ აქვს თუ არა რექტორს უფლება, რომ ასეთი მრჩეველი მოიშოროს გვერდიდან? თუ შეიძლება თვითმმართველობის თქვენც და თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც და აგრეთვე ახალი ტალღის წარმომადგენლებს. ანუ, როდესაც ეს ბრალდებები არის საფუძვლიანი, ამ ადამიანმა დადო დოკუმენტალურად ყველა საფუძველი. ამ ადამიანს რექტორის წინააღმდეგ და სამსახურებრივად ჰქონდა უფლება, რომ იმ ადამიანის წინააღმდეგ გაეკეთებინა განცხადებები, რომელსაც უნდა ურჩიოს და არის მისი მრჩეველი. ანუ ამ ადამიანს სოსო მიქელაძეს არ გაუკეთებია რექტორის წინააღმდეგ. რექტორს მისწერა წერილი, ეს მისი უფლება იყო ავტოფანგანის შესახებ. რომ გამოეძიებინა თხოვნის წერილი იყო ავტოფანგანის შესახებ რექტორს რიგი ასე ვთქვათ ბრალდებები, რაც ბრალდებები წაყენდა ავტოფანგანის წინააღმდეგ, რექტორს მოეხდინა ამაზე რეაგირება. უნივერსიტეტის იმის უქმნის ესეთი ადამიანი საფრთხეს, როდესაც გამოდის რამოდენიმე თანამშრომელი და ამბობს ღიად, რომ ეს ადამიანი გვაშანტაჟებდა, ამ ადამიანმა კიბერდანაშაული ჩაიდინა, როდესაც თავისივე თანამშრომლებს გაუტეხა სამსახურებრივი იმეილი და გაანთავისუფლებინა სამსახურიდან. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს კიბერდანაშაული. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკური მოვლენების გადმოტანა ხდება ეს ვიწრო ჭრიში უნივერსიტეტში თქვენი საუბრიდან, იმიტომ რომ იქ რაღაც ანუ უნივერსიტეტი ხო ცნობილი იყო აქამდეც პოლიტიკური მიმართულებით. ეს არ არის დამალული და მოდი ახლა თვალს უნდა დავხვეჭავთ იმაზე, რომ უნივერსიტეტის მიზანი სულთლად გასცდა ამ ყველაფერს. და უნივერსიტეტის მიზანი იქცა ნაციონალური მოძრაობის ხარდასაჭერად. ეხლა ხომ არ ხდება ჩანაცვლება ახალი ძალით? არ მგონია იცით რატო? ამჟამად ანუ ახალი ძალას ოცნებას უწოდებთ. ოცნება არ ჩანს ასპარეზზე საერთოდ, ეს მიდის შიდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მონაწილეობით. ჩვენ ყოველ კვირა ვაწყობთ პირველი მოწყობა ქონდა ბატონო ეს იურისტი ლევანიც ესწრებოდა გვალმაგიდა, სადაც სტუდენტებს და ლექტორებს მოუწოდებდა ერთად ვსვათ და იქ ვინც დაესწრო ამ პირველ შეხვედრას, ყველა გახდა მოწმე თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლების დაპირისპირებისა, რომ თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობდნენ რა პრობლემები არსებობს უნივერსიტეტში, რას არ უნდა დავხუჭოთ თვალები. რამოდენიმე თვეში თუ ეს პროცესი ესე გაგრძელდა, უნივერსიტეტს დახურავენ, მე ნამდვილად მიხვდება მთლიანი საზოგადოება, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს. ეს უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია მთლიანად კახეთის რეგიონში, რომელიც უმაღლეს განათლებას აძლევს სტუდენტს. ჭირდება კახეთის უნივერსიტეტი და ჭირდება სერიოზული მიხედვა. კარგით, ამ თემაზე ვსაუბრობთ კრიზისზე ოდნავ მოგვიანებით და სხვა პრობლემებზე. თუ შეიძლება, დიახ, ისმენთ. არა, მიკროფონი თუ შეიძლება და დავიცვათ. თანასწორ უფლებიანობა, რადგან ახალი ტალღის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, ახლა თვითმმართველობის და შემდეგ თქვენ მოგისმენთ, დიახ. ბატონმა ნოდარმა ახსენა ესეთი რამ, რომ სოსო მიქელაძე გვიტარებდა ტრენინგებს და ეს ადამიანი არ უნდა წასულიყო უნივერსიტეტიდან. მოგახსენებთ, რომ ტრენინგებს სოსო მიქელაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაციიდან რამოდენიმე პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ატარებდა იგი ტრენინგებს და იგი ხელფასს იღებდა ამ პროექტებიდან. და ის ვალდებული იყო ეს ტრენინგები ჩაეტარებინა, ეს ერთი. შემდეგ გადავალ მეორეზე. მრჩევლის რანგში მას არც ქალბატონი თინას მოსვლამდე და არც მის მერე მრჩევლის რანგში არაფერი არ გაუკეთებია. რატო აქამდე არ თავისუფლებდნენ? მოусმინოთ თუ არ გაუკეთებია მას. რატო არ თავისუფლებდნენ? იგი იყო შაშკენის მეგობარი. თქვენ თვითონვე აღნიშნა რომ შაშკენის მეგობარი ერთი წამით რა.
ბატონო გისმენდით და რატო არ თავისუფლდნენ? იგი იყო პირდაპირ განაცხადა ბატონმა სოსომ, რომ არ უარყოფ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარიაო შაშკინიო და პირადად შაშკინმა დაანიშნინა უნივერსიტეტში მრჩევლად ბატონი სოსომ. კარგი, სატელეფონო ზარს მოусმინდოთ და შემდეგ ახალ ტალღარს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, ყველას მივესალმები ახალი ტალღის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ასე ვთქვათ, შენიშვნას გავაკეთებ, რომ სოსო მიქელაძემ ავთანდილ თანგანის საწინააღმდეგო წერილით მიმართა რექტორის მოადგილეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ასევე წარმომადგენლობით საბჭოს. აქ გავაკეთებ შენიშვნას, რომ წარმომადგენლობითი საბჭო უკვე აღარ არსებობს უნივერსიტეტში, ანუ რექტორის მრჩეველი მაშინაც არ იყო ინფორმირებული, როდესაც ან წარმომადგენლობითი საბჭო გადადებდა კოლეგიურ საბჭოდ. დაახლოებით ეს არის 6 თვე რაც ასე მოხდა. და ის მიმართავდა არარსებულ ორგანოს, მაგრამ კოლეგიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი ის მაინც განეხილა და აქ როდესაც თქვა ბატონი ნოდარი აღნიშნავს, რომ სოსო მიქელაძე არ დაუპირისპირდა რექტორს, კი ის დაუპირისპირდა რექტორს კოლეგიურ საბჭოზე და განაცხადა, რომ რექტორი არის დასმული გიორგი ღვინიაშვილის მიერ. რექტორი არ არის დასმული გიორგი ღვინიაშვილის მიერ, ის არის არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აკადემიური საბჭოს მიერ. რაც შეეხება ავთანდილ თანგანის მიერ, ასე ვთქვათ, პირადი პოსტის გადახვას, აქ უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არ არის პირადი პოსტი, ჯერ ეგრეთ არ მოხდა მათი პოსტის გადახვა, უბრალოდ ადმინმა, ეგრეთ წოდებულმა ადმინმა, რაღაცა ყოველთვის ხდება ადმინის მიერ ინფორმაციის შემოწმება, ეს არის კორპორატიული პოსტის ერთ-ერთი მოთხოვნა და ეს არ იყო პირადი პოსტა, ეს იყო კორპორატიული პოსტა და კორპორატიული პოსტა ეს არის ის ასე ვთქვათ პოსტა, რომელსაც ადმინი ამოწმებს. ასე რომ პირადი პოსტა არავის არ გაუტეხავს და არც კიბერდანაშაული ჩაუდენია ავთანდილ თანგანს. და ბატონო ნოდარ, მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ სოსო მიქელაძე პირდაპირ დაუპირისპირდა რექტორს და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ რექტორის მრჩეველი, როდესაც არის პირად კონფრონტაციაში რექტორთან, ის ლოგიკურია, რომ ვეღარ იქნება რექტორის მრჩეველი. და მეორე, ის რომ სოსო მიქელაძეს მართლა რეალურად არაფერი არ გაუკეთებია ამ 2 წლის განმავლობაში და თვითონაც რექტორმა განაცხადა ეს სატელევიზიო ინტერვიუში, რომ სოსო მიქელაძეს არაფერი არ გაუკეთებია როგორც რექტორის მრჩეველს ამ 2 წლის განმავლობაში. ასე რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სოსო მიქელაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამას მიესალმება სხვათ სტუდენტების რაღაცა გარკვეული ნაწილი. არ არის რაღაცა ტრაგედია უნივერსიტეტში იმის გამო, რომ თქვათ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სოსო მიქელაძე. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ავთანდილ თანგანს არ ჩაუდენია არანაირი კიბერდანაშაული. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსირცხვილო ბრალდება თქვენი მხრიდან. და მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური. ასე რომ ბრალდებებს ჯობს რომ მოვეშვათ ეს არ გეკადრება თვითონ ახალ ტალღას. ძალიან დიდი მადლობა. ბატონებო, მე მინდა არ შემიძლია უпростоრად ხაზი არ გაუსვა. ბატონი ლევანტი დავიწყებ. ბატონი ლევანტი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბატონი სოსო იყო შაშკინის პირდაპირი კადრი და აქედან გამომდინარე დაგემოწმებით, აქედან გამომდინარე ვერ ათავისუფლებდა რექტორი. თქვენ სიტყვებში სწორედ ეს იყო, ბატონი ნიკას ზარმაც ზუსტად ამიტომ გაიჟღერა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილი როგორ დაინიშნა ბატონი ღვინიაშვილის მიერ, თვალში ნაცარს გვაყრით უბრალოდ, როცა გვეუბნებით, რომ ქალბატონი თინა არ იყო თავს მოხვეული კადრი. თვალში ნაცრის შეყრა, ამაში ნუ შემედავება, ნუ იქნება იურისტი, ბატონი ნიკოლოზი, რომელიც ზარით ჩაგვერთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ეს ვინმეს დაავიწყდა, თუ ქალბატონი თინას დაავიწყდა, რომ ღვინიაშვილის უშუალო კადრი იყო თავად, ბატონო ლევან, ნუ მიყურებთ ასეთ თვალებით. მე შევახსენებ ქალბატონ თინათის პირდაპირ ეთერით, სავარაუდოდ გვიყურებს და დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს, სწორედაც რომ იყო ღვინიაშვილის კადრი. ვინ ვიცი კადრი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ იყო ერთი თემა. თუ შეიძლება პასუხისთვის მეორე განათლების მინისტრი არ იყო, მაგრამ იყო ერთიანი ნაციონალური წარმომადგენელი, რომელიც
აბსოლუტურად თავს მოხვეული რექტორი ყავს და თვალში ნაცარს ნუ გვაყრით რომ ეს ასე არ არის. რექტორთან დაკავშირებით დღევანდელ პროტესტზე არ გაჟღერებულა რექტორის მოხსნა, მოიხსნას რექტორი და ასე შემდეგ. სწორედ ეს გავაჟღერე, მინდა თქვენ დაგიკონკრეტოთ აღნიშნული კითხვა. გარდა მაგისა, სოსო მიქელაძეს მთელი რიგი პროექტები ჰქონდა შეთავაზებული ქალბატონი თინასთვის, რომელიც იყო უარყოფილი, როგორც ეს ბოლო გახმაურებული წერილი რომელიც მისწერა ბატონ ავთანდილ ფანგანთან დაკავშირებით და მოყვა აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი ქალბატონი თინა ჯავახიშვილისგან და მე მინდა ქალბატონ თინა ჯავახიშვილს დაუსვა ასეთი კითხვა აქ ლევან შენ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გამცემ და ნუ ემზადები კითხვაზე პასუხის გასაცემად და თუ შეიძლება ჩემ ფუნქციებს ნუ ითავსებ და კორექტულად მოკლედ და უნდა გადავცე სიტყვა კარგი ბატონო გასაგებია მეორე მხარეს უნდა მივცე სიტყვა შემდეგ თქვენ კი ბატონო თუ შეიძლება გადააწოდეთ მეორე მხარეს ქალბატონი თინა რამდენად იყო სამართლიანი, როდესაც დამნაშავეს და უდანაშაულოს, ანუ სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანს ათავისუფლებდა ერთდროულად. ბატონ სოსოს სახელს თუ ვინმე ჩირკს მოსთხოვს, ნამდვილად არ ვაპატიებთ ჩვენ სტუდენტები, იმიტომ რომ ძალიან ვაფასებთ ამ ადამიანს. ის ყოველთვის გვედგა გვერდში, ერთადერთი ადამიანი იყო უნივერსიტეტში, ვინც ჩვენ განვითარებაზე ზრუნავდა და ვერაფრით ვერ დავეთანხმები, რომ სოსო იყო უფუნქციო და ასე შემდეგ. კარგი, რეგლამენტი დავიცვათ მონოლოგის რეჟიმში თუ გადავალთ, იმიტომ რომ ამ გადაცემას ხია დიალოგი. თუ შეიძლება მიკროფონი ჟურნალისტს მიაწოდეთ და მეორებთან. თუ შეიძლება მონოლოგებით ნუ გამოვალთ. აუცილებლად მოგცემთ სიტყვას თუ შეიძლება და შემდეგ თქვენ. დიახ. წეღან ვერ დავამთავრე 2 საათიანი განხილვა მიმდინარეობდაო. იმ 2 საათიან განხილვაზე ბატონო ნოდარ არ განიხილებოდა მარტო ავთანდილ ფანგანის საკითხი. ასევე ღიად დაადანაშაულეს ბატონი სოსო მიქელაძე იმ 2 საათიან განხილვაზე. ღიად დაადანაშაულეს იგი სხვადასხვა ზეწოლებზე. ეს ერთი. უპასუხებ ქალბატონ ნინოს. ბატონი ღვინიაშვილის კადრი იყო ქალბატონი თინათინიო. ბატონი ღვინიაშვილის კადრი იმიტომ ვერ იქნებოდა ქალბატონი თინათინი, რომ ბატონი ღვინიაშვილი არ იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აქედან გამომდინარე, ქალბატონი თინათინი აირჩია აკადემიურმა საბჭომ. ის არ იყო დანიშნვითი თანამდებობა, კონკრეტული ადამიანის კადრი როგორ იქნება არჩევითი თანამდებობა. აღნიშნულია და ქალბატონი რექტორი არჩეულია აკადემიური საბჭოს მიერ და არა ვინმეს მიერ არის დანიშნული რა. აქედან გამომდინარე ქალბატონი თინათინი ვერ იქნებოდა ბატონი ღვინიაშვილის კადრი. ეგ არ თავს მოხოულ კადრში რას გულისხმობ? კარგი, დებატებში ნუ შევალ და თუ შეიძლება დიახ. მიკროფონი. არა, აქ წინა რიგში დიახ. ძალიან ეს ერთგვარი ცხარე კამათი წარიმართა და პირველ რიგში უნდა ითქვას, არ გადაიზარდოს ეს პოლემიკა რაღაც უფრო სხვა ფორმებში და მივცეთ ერთგვარ დაპირისპირების სახეს. ყველანი მეგობრები ვართ და დარწმუნებული ვარ, რასაც მეგობრობა გააკეთებს, კამათი ვერ გააკეთებს იმას. და როდესაც ვეხებით რექტორის თემას, მე ვფიქრობ, ძალიან ფაქიზი თემა არის და უფრო სჯობია რომ დავფიქრდეთ თითოეულ სიტყვაზე. რაც შეეხება თვითონ ბატონ სოსოს, ახლა მართალია გაათავისუფლეს ორი პიროვნება და მე მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები როგორც იყვნენ ბატონი სოსო და ბატონი ფანგანი, ეს ერთგვარად სამწუხარო არის უნივერსიტეტისთვის და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ გამოყოფის გარეშე, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ბატონ სოსოს, მე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან მეორე კურსზე და ეს ადამიანი მაშინ გავიცანი სამწუხაროდ არ მქონდა იმის ბედნიერება, რომ უფრო ადრე მქონდა ამ ადამიანთან ნაცნობობა. მე მინდა მე მიმართო მაყურებელს და უბრალო ადამიანებს, ვინ ჩვენ გვისმენენ ახლა, ნუ შევხვდით მეგობრებო შეცდომაში. ეს ადამიანი მართლა უმციკლო რეპუტაციით სარგებლობს უნივერსიტეტში და ზოგადად საზოგადოებაში. მე შემიძლია ამაზე თავი დავდო. ის არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, ის იყო აბსოლუტურად აპოლიტიკური. და ეს იყო ერთგვარი მართლაც უპრეცედენტო სიტუაცია, როდესაც ბატონმა სოსომ გამოთქვა პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. თუმცა მე იურისტი ვარ და არ შემიძლია არ აღნიშნო ის, რომ როდესაც ქალბატონმა თინათინმა ის დაითხოვა, ამის სრული უფლება ჰქონდა.
მაგრამ სტუდენტების დაკვეთა სხვა არის. სტუდენტების დაკვეთა მე ვიტყოდი არის რომ ბატონი სოსომ შეიძლება არ გარაგრძოს თავისი მოღვაწეობა ანუ წინა თანამდებობაზე, მაგრამ როგორც სტუდენტების დაკვეთა ეს იქნება და დამიჯერეთ პატივცემულო მაყურებელო და პატივცემულო მსმენელებო რომ სრულიად გულწრფელად და სრულიად დაფიქრებულად ვიძახი რასაც ვამბობ რომ ამა ეს ადამიანი საჭირო არის როგორც წყალი, როგორც ჰაერი ესე სჭირდება უნივერსიტეტს. ეს არის სტუდენტების დასაყრდენი ძალა, თავისუფალი აზრის მატარებელი ადამიანი. კარგით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობ, ჩვენ ჩავწერეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლექტორი და სტუდენტები. ახლა ვნახავთ ამ გამოკითხვას პირდაპირ ეთერში და შემდეგ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს უნივერსიტეტის თანამშრომლები, საუბრობენ და სტუდენტები, უკვე თქვენ საზრს მოვისმენთ, ვნახოთ გამოკითხვა პირდაპირ ეთერში. არანაირი ბრალდება არ არსებობს და ბრალდება რო არ არსებობს ზუსტადაც ცდილობენ რომ რაღაცა ქაოსური სიტუაცია შექმნან უნივერსიტეტში. ჩემთან ორი ახალგაზრდა რო შემოვიდა და მათ რო დამიყენეს საკითხი წასვლასთან დაკავშირებით, რადგანაც ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მინდა გითხრათ რომ ნამდვილად არ არის მინისტრის მოთხოვნა ეს ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, მაგრამ საუბედუროდ რაღაც მაინც ცდილობენ რომ არიონ სიტუაცია, მე ისიც მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ზუსტადაც ის ხიზანიშვილი, რომელიც თელავის უნივერსიტეტის ასისტენტია, სტუდენტებს აშინებს და ემუქრება, რომ ვინც ჩემ წინააღმდეგ არ წამოვა, ის მას გამოცდაზე ნიშანს არ დაუწეს. ნებისმიერი კომისია შეუძლიათ გამოიწვიონ, შემოვიდნენ და ნახონ ჩვენი სამუშაო გრაფიკი, რა გავაკეთეთ ამ 2 წლის განმავლობაში და რა იყო მანამდე გაკეთებული და ძალიან კარგი იქნება ამის შედარებაც ელემენტარულად, იმიტომ რომ მე ნამდვილად მუშაობ უნივერსიტეტის პროგრესისთვის. სახელის და გვარის უკან რა პიროვნება დგა, რა შინაგანი სამყაროს, რა შინაგანი კულტურის ადამიანი, ეს ნაკლებ საინტერესოა დაწესებულებისთვის. ამ შემთხვევაში მთავარი და ჩემთვის როგორც პროფესორისთვის მთავარი არის ის რექტორი რეალურად რას წარმოადგენს, რა კომპეტენციები აქვს, რა ცოდნა აქვს და დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევე როგორც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყავს აკადემიური გამოცდილების არ მქონე სამეცნიერო ხარისხის არ მქონე ადამიანი რექტორად და ეს უნდა გამოსწორდეს. და მე ვფიქრობ, რომ კანონში აღდგება ის ჩანაწერი, რომელიც არსებობდა 2010 წლის შემოდგომამდე. ეს ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა რექტორისთვის სამეცნიერო ხარისხის ქონას, ეს ჩანაწერი ამოიღეს 2010 წლის შემოდგომაზე. რას სტუდენტები სთხოვენ ყოველთვის შეუსრულებია, ესე რომ მე ვფიქრობ, რომ არანაირად არ არის მართალი, რომ რექტორი უნდა გადადგეს. ვფიქრობ, პროფესორის სწორი მოთხოვნები არ არის, რა მიზეზის გამო ანთავისუფლებენ არც ეგვიც სიმართლე ვერ გითხრა და რამდენადაც მე მაგ ადამიანს ვცნობ, რაც კი რამე დამჭირვებია, ყოველთვის დამხმარე და რაუც ყველაფერს კარგ საკეთებს ჯერჯერობით და რისთვის ითხოვე გადადგომას, ვითარ ამას ვერ ხვდები. ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური, ალბათ მთავრობა რო შეიცვალა, მაგიტო ითხოვენ რექტორის გადადგომას, თორე ესე არ ამგონია სტუდენტების მოთხოვნა ეგ იყოს, იმიტომ რომ მართლა კაი რექტორია და ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ამ უნივერსიტეტისათვის. ვფიქრობ, ყველა სტუდენტს და ყველას აქვს თავისი მოსაზრება, ესა ყველასთვის ერთი ადამიანი იყოს კარგი და ყველასთვის იყოს ცუდი, ეს არსად არ არსებობს და ყოველთვის ესე ხდება. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური, რადგან ყოველთვის ესე ხდება, როცა მთავრობა იცვლება, ყველას მაშინ უჩნდება აზრი ვიღაცა რომ წავიდეს ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს არ არის, ანუ მანამდე თუ ესეთი ცუდი იყო, რატო არ ამხმას არ იღებდა და მანამდე დაეტოვებინა უნივერსიტეტი და რატო ამოიღო ყველა მეხლა ხმა, როდესაც მთავრობა შეიცვალა. პირველ რიგში მინდა იმ სტუდენტებს მოუწოდო, რომ რექტორის ბრალი და წვლილი ნამდვილად აქ არაფერია და არ უნდა მოითხოვენ რექტორის გადადგომა. პრობლემა უნდა ეძიონ უფრო სხვა კუთხით და ურჩევ რომ დაშოშმინდნენ სტუდენტები და მართლაც სხვა გამოსავალი მოძებნონ. ბუმით და დაძაბული სიტუაციებით ნამდვილად პრობლემას ვერ მოაგვარებენ. მე ასეთ კითხვას დავსვამ და მათ მიპასუხონ რექტორის გადადგომა და სხვა რექტორის მოსვლა რაიმეს შეცვლის უნივერსიტეტში თუ იგივე დარჩა სტრუქტურა.